მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ როგორც შეგპირდით, აუცილებლად გადავიღებდი ვიდეოს. ეხლა მივემართებით დასავლეთისკენ, კერძოდ ჯენგოსთან, სადაც გაგვხდება ჯენგო და ძალიან მაგარ დღეს გავატარებთ. ეხლა არის ღამის ზუსტად დავხედო საათს. ეხლა არის ღამის პირველი საათი 38 წუთი, ანუ 20 წუთი აკლია 2-ს. მანქანაში ვასხავთ ბენზინს და მივემართებით დასავლეთისკენ. ეხლა შევართ მაღაზიაში პატარა საჭმელს ვიყიდით და გავემგზავრებით უკვე დასავლეთისკენ, ისე რომ დარჩით შემარხთან და დაელოდეთ ძალიან მაგარ ვიდეოს. აბა დავიწყეთ. მეგობრებო, მოკლედ დაახლოებით 1 საათია უკვე რაც გზაში ვარ და მივემართებით დასავლეთისკენ. ჯენგოსთან მივდივართ. ეხლა ჯენგოს დარწმუნებული ვარ. ძალიან მაგრამ ძინ აქვს ღრმა სიზმრებში არის მოკლედ. ჩვენი მეგობარი ნიკოლოზი, როგორც ყოველთვის, ჩვენთან ერთად არის. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ მეგობრებო, ვინც არიცით და ვისაც არ გინახავთ, ნიკოლოს აქვს ძალიან მაგარი არხი YouTube-ზე, რომელიც რა თქმა უნდა ვიდეოს ქვევით აღწერაში იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ ნიკოლოზის ვიდეოებს. დარწმუნებული ვარ არინანებს. უკან ბატონი ხედო, ჩვენი გადაცემის რეჟისორი, ოპერატორი და კიდევ რამდენიმე რა გადაცემასაც ეხება ყველაფერი მოკლედ. გარდა წამყვანობისა, რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი ხიზანიშვილი ატახოთ მოკლედ, მაგისტრის არ არის პრობლემა. მოკლედ, ეტაპობრივად რა თქმა უნდა, გავჩერდებით სხვადასხვა ადგილებში და თქვენ ჩვენთან ერთად იქნებით, არ მოიწყეთ, დარწმუნებული ვარ. დარჩით ჩვენთან და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. აბა, დავიწყეთ. მეგობრებო, გავჩერდით ცოტა ხანი. ეხლა უნდა მივირთვათ ლავაზას ყავა. ჩვენმა მეგობარმა ხედომ თქვა რომ ძალიან გემრიელიაო ლავაზას ყავაო და ნახოთ დავაგემოვნებთ. ცოტაზე გამოვფხიზლდებით და მე უკვე გავაგზელებთ გზას. ჩვენი ძაღლუნიაც აქ არის. ამერიკანო? ჯორჯიანო? ჯორჯიანო no. Oh, Americano დავლიო, ჯორჯიანო არა. Okay? No smoking. არ მოწიოთ რა, ხოზე ხარ, ჩვენიერია. მოკლედ ეხლა დავждებით ცოტას. გამოვფხიზლდებით, ეხლა არის ნახოთ საათი, რომელი საათია? ეხლა არის 5:09. 5:09 უკვე და დაახლოებით 2 საათნახევარში, მაქსიმუმ 3 საათში უკვე ჩავალთ ჩვენ ჯენგოსთან, ისე რომ დარჩით როგორც ყოველთვის ჩვენ მარხზე და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. მეგობრებო, ჩამოვედით დანიშნულების ადგილას. ეხლა უკვე ვაწყობთ აღჭურვილობას და ცოტა ხანში გადავალთ არხზე სათევზაოდ. ძალიან საინტერესო ადგილებია, რაც ვიზუალურად დავათვალიერე. ჩვენ დღეს ვითევზავებთ ქარიკლაპიაზე. ვეცდებით ყოველ შემთხვევაში დავიჭიროთ ქარიკლაპია. დასავლეთში ვფიქრობ, ეს ტერიტორიებზე, ეს ადგილებში. რა თქმა უნდა, ბინადრობს ქარიკლაპია და შევეცდებით რომ დავიჭიროთ. ნახოთ რა გამოგვივა. მე პირველად შევზავებ ქარიკლაპიაზე და დიდი გამოცდილება ზოგადად არ გამაჩნია ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა მაქსიმალურად ვეცდები თეორიული ცოდნა გადავიტანო პრაქტიკაში და დავიჭირო ქარიკლაპია. ნახოთ რა გამოვა. დავაყენებ ჩვენი კოჭა. ჩვენი კოჭა, რომელიც არის 2500-იანი. ცოტა ძლავრი ვერსია წამოვიყე ქარიკლაპიაზე, იმიტომ რომ თეორიული ინფორმაციით რაც მოგვაწოდეს, საკმაოდ დიდი ზომის ქარიკლაპიები ბინადრობს ამ ტერიტორიებზე და არ მინდა რომ დაჭრილი ფუძი გამექცე შესაბამისად, ცოტა ისეთი ძლიერი აღჭურვილობა წამოვიღე, შედარებით, რასაც მე ძირითადად ვიყენებ ხოლმე. მინდა ზოგადად გითხრათ თუ რა მონტაჟები მექნება და რა აღჭურვილობით ვითევზავებ, ისე რომ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ. ჯოხს რაც შეეხება, მე ვიყენებ ვოლჟანკას ბიუჯეტურ ჯოხს. საკმაოდ კარგი ვარიანტია, რომელიც არის 4-დან 16 გრამამდე. 2 და 40 არის სიგრძეში ჩვენი ჯოხი. საკმაოდ ხარისხიანი ჯოხია. რა შეეხება კოჭას, კოჭა მაქვს როგორც გითხარით 2500-იანი გამოყენებული.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქარიკლაპის გამოყვანა არ გაუჭირდება, თუ რა თქმა უნდა დავიჭირეთ. გავუყაროთ ჩვენი ძუა, მე ძუაზე ვთევზაობ დღეს 0.2 მმ-ის ძუას ვიყენებ, რადგანაც ფიზიკურად შედარებით მსხვილი წნული არ მქონდა მომზადებული, იმიტომ რომ თბილისთან ახლოს ქარიკლაპიაზე ძირითად შემთხვევაში არ ვთევზაობ ხოლმე, მაგრამ დასავლეთში დამჭირდა. ამას გავითვალისწინებ აუცილებლად და შემდეგ ჯერზე მომზადებული ვიქნები, აუცილებლად წნული ძუა მექნება კოჭაზე. თუმცა ვფიქრობ, რომ 0.2 მმ-ის ძუა ქარიკლაპისთვის სრულიად საკმარისია. გიგანტი ქარიკლაპიები დარწმუნებული ვარ არ იქნება. ნელ-ნელა ავაწყობ მონტაჟთან, გაჩვენებთ რა მონტაჟი მაქვს გამოყენებული. მოკლედ, პირველ რიგში აუცილებლად გავუკეთოთ მავთულის სადავე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მე, რა თქმა უნდა, ვუყენებ ძირითად ძუაზევე მავთულის სადავეს, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ თუ თევზი დაჯდა დავიცვათ ძუა გადაჭრისაგან, მოგეხსენებათ ქარიკლაპიას საკმაოდ ისეთი დიდი და ბასრი კბილები აქვს. შესაბამისად, როდესაც წერზე ვთევზაობთ, ანუ ქარიკლაპიაზე, აუცილებელია აი ესეთი მავთულის სადავე, რომ არ გადაგვიკვნიტოს ჩვენი ძუა. კვანძზე აუცილებლად ვასრულებთ. აუცილებლად და ესეთ მდგომარეობაში გამოდის. აი ესე. დანარჩენი რაც არ გვჭირდება, რა თქმა უნდა. მოვწყვიტავთ. მეორე მხარეს რუიანას აი ესეთ პატარას, ეგრეთ წოდებულ კარაბინს ვაყენებ პატარას და ამაზე მე შევცვლით უკვე სხვადასხვა სატყუარებს. მოდი ხა, გადავიდეთ უკვე არხთან და ვნახოთ როგორი სიტუაციაა და დავუიჭერთ თუ არა თევზს. მეგობრებო, ჯენგო აი ზუსტად ამ მომენტში უყურებს ჩემს ატვირთულ ვიდეოს, რომელიც შეგიძლიათ თქვენც ნახოთ. წინა ვიდეოა და აუცილებლად დავამატებ ვიდეოს კვირით აღწერაში. შეგიძლიათ უყუროთ, სადაც მე საჩუქარს უკეთებ ჯენგოს. ვინც ხშირი მაყურებელია ჩემი არხის, რა თქმა უნდა იმას ყველას ეცოდინება. აი ჯოხი რომელიც შევიძინეთ, ხელში მიჭირავს. მივიდეთ ახლა და ვიდეოს ყურების მომენტში გადავცეთ მას საჩუქარი. ჯენგო, მოკლედ ვიყიდე შენთვის პატარა საჩუქარი, აი ესეთი მშვენიერი ჯოხი. როდესაც რა თქმა უნდა ესეთი მშვენიერი ჯოხი გატონი ჯენგო, რომელიც დღეიდან არის შენი. ეს აწუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ თავს დაიჭერს. ეს იქნება დასაწყისი. ეს ყველაფერი არ არის, უბრალოდ მანქანაში ეს ყველაფერი ვერ გადმოვიტანე და დანარჩენი მე უკვე მივხედოთ დანარჩენს რა მოკლედ რა. მშვიდობაში და ორი გოშეთი და იგივე ბაზარი მოისმის. ეიხარე ზვა, მადლობა. შენიერია მოკლედ. მეგობრებო, შედგა მოკლედ ჩვენი საჩუქარი გავაკეთეთ ჯენგოს, რომელიც არის ძალიან მაგარი ადამიანი და მოგიწოდებთ ყველას და გირჩევთ რომ გადახვიდეთ ჯენგოს YouTube არხზე და უყუროთ ძალიან მაგარ ვიდეოებს. არ დავაანონსებ ზოგადად როგორი ვიდეოებს აკეთებს, უბრალოდ თქვენი თვალით შეგიძლიათ იხილოთ. ბმული აუცილებლად იქნება როგორც ამ ვიდეოს აღწერაში, აუცილებლად ჩემი YouTube-ის აღწერაში და შეგიძლიათ იხილოთ მოკლედ. პროსტა ჩემი ცოტა მსუბუქი ტესტით არის. შენ აღარ მძიმე არ მოგიხდებოდა. დიჩუკებს ახლა ვერ ვეჭიდავებ. თბილისში და შენ ახლა სიტუაციიდან გამომდინარე წესით უფრო გამოგადგება. აშკარად. ისე რომ ახლა კოჭა მოვიტანოთ, კოჭას დავამატოთ და მენა დავიწყოთ. ეიხარე bro. სპინინგი თევზაობა. დავიწყოთ, აბარა. მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედი სათევზაოდ, როგორც იქნა არხზე. ძალიან საინტერესო ადგილია, ესეთი არხი მიედინება, რომელიც შემდეგ პალიასტომის ტბაში შედის. და რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიებზე ბინადრობს ქარიკლაპია, რაზეც ჩვენ ვართ. ესე რომ ვთქვათ, გამოსულები და ვეცდებით რომ დავიჭიროთ ქარიკლაპია. მე სამწუხაროდ არანაირი გამოცდილება არ გამაჩნია პრაქტიკული ქარიკლაპიაზე თევზაობის. ნუ ხანდახან კუსტბაზე თუ გამოერევა ხოლმე ესე რომ ვთქვათ თევზი, თუმცა დღეს ვეცდები რომ თეორია პრაქტიკაში გარდავსახო და დავიჭირო თევზუნია. ნახოთ აბა რა გამოვა. ხედო მეძახის რომ თევზი ჩემთან მაგრად მომდის, აბა ნახოთ გადავიდეთ ხევდოსთან რა ხდება და დავაკვირდეთ სიტუაციას. ჯერჯერობით მე ვთევზაობ. ესეთი პოპერია, ბანში არის ესეთი ბრენდი. რა თქმა უნდა თქვენთვის უცნობი ბრენდი იქნება.
შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცოდეს, მაგრამ ზოგადად შემთხვევაში უცნობი ბრენდია. მე საერთოდ მიყვარს ესეთი იმპროვიზაციები. იმ ბრენდებს, რომლებიც ვიცი, რომ ძალიან მაგრად მუშაობს, ზოგადად შემთხვევაში არ ვეკარებ, იმიტომ რომ მე თვითონ მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება და მოძიება იმ სატყუარების, რომლებიც არ ვიცით, რომ კარგად მუშაობს. შესაბამისად, რა ინფორმაციასაც მე დავაგროვებ თეორიიდან პრაქტიკაში, აუცილებლად თქვენ მოგაწოდოთ და გაგანდობთ ჩემს გამოცდილებას. ბიჭები ჩამოვიდნენ number 1 fishing-ი გიორგი ხიზანიშვილი, მოკლედ რო ვთქვა, ხიზანა სათევზაო ჩემთან სტუმრად და მოკლედ ჩამოსული ვართ ფიჩორზე, თევზაობდით, ერთ ძალი კაი ქორჩილა ყავს დაჭერილი ჯერჯერობით და პახოდუ ძელა ხა ნელა მოგშვიდება ხა და ვიწყებთ TikTok-ში ბატონ ნიკოლოზი იქეთ ოსტრის გვიმზადებს სახში გაკეთებული ტომატით მეაკეთ კაროჩი ვარიე მყავს მუჩინჩლავი ორი ცალი და კაროჩ ნელა გაჩვენებთ როგორ რას ვაკეთებთ რა ამას პირდაპირ ესე მთლიანად გავახვევთ ალუმინის ქაღალდი ქვია ქართულად მაგრამ ფოლგა არის ჯიგრულად მოგრეთ ამას გამომზადებ დავამარილებ შევახვევ ფოლგაში და ნაკვერჩხალში შევაგორებთ რა ასე რომ ვთქვათ რა შემდეგში მე ნელა კაროჩე იქნება წვადის გამზადება მაგრამ ანუ დავამარინადებთ ასე რომ ვთქვათ ჩავაბასტურებთ მაგრამ მე ვფიქრობ მარტო გავაკეთოთ ისე აი კახურად რა იმენა რა მარილე წიწაკა მიწღე შეწვი რა თან ახალი ხორცია და არ უნდა ბევრი ბასტურმა და რაღაც მუნჩინჩლავი და დალი მზადა შესაძლოა მედის წიძენი მეგობრებო დავიჭირეთ თევზი ნახოთ რა თევზია ო ძალიან კარგად ჭიდაობს ну სავარაუდოდ ქორჭილა კი ბატონო შვენიერი ქორჭილიუსი მოდი ქორჭილიუს ჩემთან მოდი აუ ბოდი ესეთი ქორჭილა დავაი ესეთი მშვენიერი ქორჭილა დავიჭირეთ საკმაოდ კარგი ზომის ესეთ სილიკონზე ну თავიდან მოგეხსენებათ რომ დავიწყეთ ევზაობა ქარიკლაპიაზე თუმცა ქარიკლაპიას ჩარტყმა მხოლოდ ერთი მქონდა და აი ზუსტად ამის წინა გატარებაზე მომიწყვით აბსოლუტურად ყველაფერი მომიკვნით აი ესეთი მეტალის სადავე არ მქონდა გაკეთებული პირდაპირ ძვაზე მქონდა სამწუხაროდ მაგის გამო წაიღო მთელი მონტაჟი თუმცა ამ შემთხვევაში უკვე დავაყენე აუ თulis სადავე და პირველივე გატარებაზე დაждდა პატარა ქორჭილა. ну საკმაოდ კარგი ზომის პრინციპში პატარა არ ითქმის ამას. ну ეს რა თქმა უნდა უკან გავუშვათ და გავაგზავნოთ თევზაობა. ბიჭებო, აბა როგორ არის საქმე? ყველაფერი არის 5 ანს. არაჩვეულებრივ. ახლებით 10 წუთში დაგაპურებთ ბიჭებო. ესე იგი. არის მწვანე სალათაც მზადდება. აჰა. მე მწვადიც იწვება რა, ქათამიში მწვარია. ერთი ცალი აი აქ არის, აი. მოდი აი აქ დააფიქსირე. თუ გამოჩნდება, აი ფოლგაში შიგნით ნახე. აი შიგნით არის. და იქეთ არის კიდე ერთი ნაჭერი, იქ საიდუმლოა შენ დარჩენილი. ოკეი. ესე იგი ორი პროფესიონალი კულინარი, რომელიც გვიმზადებენ უпростоრეთ. ძალიან მაგარ გემრიელობებს და სულ ცოტა ხანში უკვე თქვენი თვალით იხილავთ. სუნელს ვერ შეიგრძნობთ, რა თქმა უნდა და გემოსაც ვერ გაიგებთ, თუმცა მე აუცილებლად გადმოგცემთ მეგობრებთან ერთად როგორი გემრიელი იქნება ეს ყველაფერი. ესე უნდა ამასა. მე უნდა ძმაო. მეგობრებო, აი არაფერი. ძალიან გემრიელია მწვადი, ოსტრი. და ბაღნების მეტი რა. არაჩვეულებრივია მოკლედ რა. ფაილს უწევ ჩემ ვიდეო. ისე რომ გირჩევთ კიდევ ერთხელ გახვიდეთ ბუნებაში მეგობრებთან ერთად და მივირთვათ ესეთი გემრიელი კერძები. და არა მარტო კერძები. იყოთ მეგობრებთან, იყოთ ბუნებასთან ახლოს. რაც თავარია ბევრი ითევზაოთ სპორტულად. მჟავეს აკეთებს. Здорово, აქ, здорово იქ. Здорово ჩემთან. Короче, ხევანდელი დღით ვართ. ძალიან მაგარი ნაცია ბუნები. თუნდაც ახლა იმ
ჩავთვალოთ თევზაობისა ვიყავ ჩამოსული იმდენ თევზს ვერ დავიჭირეთ რაც გვინდოდა ანუ სიამოვნება ბოლომდე სიამოვნება რომ განცდა ქონოდა რა სიამოვნებას მაგალითად მე და ნიკუშამ ვაფშე ვერ დავიჭირეთ რა ხედომ და დაიჭირა ხიზანამ თითო კორჩილა number 1 ფიშინგი არ ვიცი ხოდა короче როგორი თემა არის ხსასტო პურის ჭამიზა ჩამოსლა თუ გინდებიან და ბუნების ნახვა სიამოვნებით ძალიან სასიამოვნოა მართლა ანუ ადგილები კი არა 2000 არსად მაგარია ძალიან მაგრამ თევზი ახლა არ იყო დღეს დღეს არ იყო ნუ ცოტა დავიჭირეს მაგრამ და აუცილებლად მანქანა მაღალპასადკიანი ოფროადის მანქანა საჭირო იმიტომ რომ მაინც ზამთარია გზები გაფუჭებულია ძალიან ასე რომ სასტო მიხედეთ რა თქვენი საქმე არის ის რომ გვერდში დგომა თქვენი გამოიხატება რომ მე დააჭიროთ ლაიქს გააზიაროთ და ჩვენ გვერდში იდგა და ჩვენც მეტი ვიდეო შემოგთავაზებთ და სტიმული არის ეს რომ მე კამერის გარეშეც მაგრამ ვიქეიფებდი ბიჭებს არა 2000 რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკია ხა მაგრამ ჩვენ ვეცადეთ ის დაგენახა თქვენ თუ როგორ შეიძლება ის სიამოვნო თუნდაც ორ დღეში შევეშო ცოტა ხანი კომპიუტერებს რა გადით ხალხო ფორმებაში მე მაგარი აი ძალიან დავიღალე მაგრამ აი ძალიან გასწორებული შორთან მაგარი თუთუნი კონდენ ბიჭო ძალიან ბიჭი ბაბუს რა მაგარი თუთუნი კონდა არა მაგრამ თუთუნი კონდა მაგრამ განსხვა მაგრამ მაგარი იყო იმენა მეგობრებო მოკლედ ჩამოვიდით ქუთაისში ლანჩხუთიდან ჩამოვიდით ქუთაისში და მოვიდით ერთ-ერთ სასტუმროში სადაც დავისვენებთ რა თქმა უნდა დავიძინებთ გემრიელად და დილას რომ გათენდება წავალთ ერთ-ერთ ტბაზე აქვე ქუთაისთან ახლოს სადაც ვფიქრობთ რომ კარგად უნდა დავიჭიროთ თევზი ამიტომ დღესაც არ შეგვიწყო ხელი წმინდა რუბლიანი იყო ხანქარია მოვარდები ხამზე გამოდები მოკლედ ძალიან ცვალებადი ამინდი იყო თუმცა ასეთ ისე რაღაცა მოვახერხეთ ხვალაც დაახლოებით იგივე ამინდია გამოცხადებული თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა აყვის ფარხმალს და ვაგრძელებთ მოკლედ მოგზაურობას დასავლეთში ისე რომ დაარჩით ჩემახთან და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას